მისცემ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ამ კანონპროექტით იზღუდება და პრინციპში იკრძალება შეკრება და მანიფესტაცია. თქვენი გუნდი ამბობს, რომ ეს არის ბალანსის დაცვა ერთგვარად გამოხატვის თავისუფლებასა და ასევე კონსტიტუციის სხვა უფლებებს შორის. სად არის ახლა ეს ზღვარი და ბალანსი, რომ მართლაც იყოს დაცული შეკრების და მანიფესტაციების უფლება და ამავდროულად ის, რასაც თქვენ საუბრობთ? უბრალოდ ხოლისა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. შესაბამისად რაიმე, ასე ვთქვათ, წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტს მთლიანად შინაარსად შეეხება, ცელდება იგივე პრინციპი, რაც არის ავტოსაგზაო მანქანების სავალგზასთან დაკავშირებით. იგივე შეეხება, რა თქმა უნდა, მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არ შექმნას, ამიტომ, რა თქმა უნდა, აქაც ისევე შეტყობინების წესი დღესაც მოქმედებს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვანაირი სხვა გეზი მიუთითოს. ან ზუსტად იგივე პრინციპია, თუ კი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების და გზა არ უნდა იკეტებოდეს და ამაზე კარგი რომ შეთანხმდას მთლიან საზოგადოებამ, ხედავთ რომ მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართულები, ამ ხრივ კანონს ემორჩილებიან და ამ ხრივ არის სრული გაგება თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც, იმ შემთხვევაში თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. საკმარისი რაოდენობა აქვს შესაძლებელი. ესე იგი, ისედაც ვერ აფერხებს, ხო? ხო. თუ საკმარისი ადამიანი არ არის, ესე იგი, არ ფერხდება სხვების მოძრაობა. კი, მე რა? არა, საქმე იმაშია, რომ არც საკმარისი რაოდენობა არც იმისთვის იყო, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, მაგრამ ხელოვნურად კეტავდნენ, გახსოვთ, რაღაც ჯაჭვს შექმნიდნენ ხოლმე და ასე კეტავდნენ, ხომ? ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა, ამაზე საუბარი. უბრალოდ ყოველისა ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასაც, მათ შორის ჩვენს პრაქტიკასაც, ასე რომ სრულად არის თანხმებში ყველანაირი სტანდარტთან. ანუ მე მგონი არაფერი აქ სინამდვილეში გაუგებარი და ასე ვთქვათ ადამიანურ სტანდარტს აცდენიც კი არ არის სამართლებრივზე რომ არაფერი ვთქვათ. ის რაც მოქმედებს ავტომობილების შემთხვევაში, თუ კი არის საკმარისი რაოდენობა, ყველა ხო შევთანხმდით, რატო უნდა გადაკეთოს 50 ადამიანმა ქუჩა, შევთანხმდით, ხომ, არ უნდა გადაკეთოს. კარგია რომ ბოლო-ბოლო მოექცა ეს ჩარჩოში სამწუხაროდ დასჭირდა ის რომ ამ რადიკალურ ჯგუფებისთვის უფრო კაცრი სანქციები შემოსული იყო რომ ბოლოს კანონი რომელიც მოქმედებდა წლები ხო ყოველთვის ასე იყო რომ არ შეიძლება 50 ადამიანმა გადაკეთოს გზა ყოველთვის ასე იყოს ამ ქვეყანაში მაგრამ არ ემორჩილებოდნენ იყენებდნენ რა გარკვეულ რაღაც პროცედურულ ხრიკებს რომ გაეწელათ ჯარიმის გადახდა ასე შემდეგ პარლამენტმა შესაბამისად უპასუხა ამ ცდილობებს რომ ბოროტად გამოიყენებინათ პროცედურული საკითხები შესაბამისად ყველაფერი მოექცა იმ სამართლებრივ კალაპოტში რომელიც 10 წლეულებია ჩვენ ქვეყანაში შეთანხმებულია იგივე ეხება თუ კი ეს ავტომობილებით მოძრაობის შემთხვევაში და გზაზე იყო იგივე ეხება ფეხით მოსიარულეებს ისევე ეს 1.5 მილიონი ქალაქი არის ყველასი და მათ შორის ფეხით მოსიარულეები იქნება თუ ავტომობილით ვინც გადაადგილდებიან ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები აქაც ხო პრაქტიკა გავიგეთ ჩვენივე პრაქტიკას ანუ ჩვენ ხედავდით რომ გარკვეული ჯარიმები არ იყო საკმარისი რა არის იდეა ზოგადად რა იდეა ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდამცავების დროს ჯარიმა იქნება თუ სხვა სახის სანქცია რა არის მისი იდეა რომ მას უნდა ქონდეს პრევენციული ფუნქცია რომ ადამიანს არ უნდა უღირდეს დარღვევა ვინაიდან ამას მოხვდება შესაბამისი რეაგირება ჩვენ ხედავდით რომ ჯარიმების გარკვეულ რაოდენობაზე რეაქცია არ ქონდათ შესაბამისად კანონის დაცვა შეფერხებული იყო ამიტომაც მივიღეთ თავის დროზე გადაწყვეტილება რაც ავტოსატრანსპორტო
მოძრაობა შეეხებოდა, რა თქმა უნდა, შეეხებოდა და ვნახეთ რომ ამან მოაწესრიგა მდგომარეობა, იგივე ეხება უყურეთ არ დაარღვიან, რატო უნდა დაარღვიან? ანუ გამოძე ვიღაც დარღვევა უნდა თუ რა პრობლემა რა შეა? არა, ჩვენ როგორ უყურეთ დარღვევა ხო მარტივი გზა არსებობს რომ არ დაარღვია, ხო? თუ არ გინდა რომ მოგივიდეს შუქნიშნის წითელ შუქზე გასვლაზე, არ უნდა გახვიდე წითელ შუქზე, არ უნდა ფერზე არ უნდა გაიარო მანქანით. ხო, მარტივად არ უნდა დაარღვიო, არ იქნება ამის შესაბამისად. და რაც შეეხება წესს, ანუ ერთი არის ეს, ხო, არ დაარღვიო, არ იქნება სანქცია. რაც შეეხება წესს, რამდენად ადეკვატურია წესი. რა თქმა უნდა, თუ კი მანქანების მოძრაობის შემთხვევაში ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება, ასევე ფეხით მოსიარულეებს რატო უნდა შეუზღუდოთ ჩვენ და ხელოვნურად შევაფერხოთ მათთვის გადაადგილება A პუნქტიდან B პუნქტამდე. აგერ ვნახეთ ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, გაუგებრობაში იმის გამო, რომ გაიარა, ასე ვთქვათ, აქციაში, როგორც თვითონ აღმოჩნდა, შემთხვევით აღმოჩნდა იქ და დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა, გაიარა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა. ასე რომ, ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილება. პროტესტის გამოხატვა, არა, რატო? ნებართვა არა შეტყობინება არა. ესე შეტყობინებები ახლაც იყო. შეტყობინების სისტემა მოქმედებდა ყოველთვის საქართველოში. და მათ შორის ყოველთვის ქონდა შინასაქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა რომ სხვა ადგილი მიეთითებინა ბოდიში მერიას, სხვა ადგილი მიეთითებინა გარკვეულ საჭიროებულ შემთხვევაში. ასე რომ საკითხი არის მარტივი. ნებისმიერ ადამიანს ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავისი პროტესტი, ეს არ უნდა იყოს ეს საკუთარი აზრი შეკრების ფორმით გამოხატოს, ეს არ უნდა იყოს სხვების ხარჯზე და სხვების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. გადავიდეთ სხვა თემაზე. ბრიტანეთის ელჩი შეხვდა ბოდიში, ბრიტანეთის ელჩი შეხვდა სტუდენტებს. ასეთი რამთქვა რომ არის ურთიერთობა ახლა დაზიანებული ქვეყანას შორის და რომ ანტიდემოკრატიული ნაბიჯები იქნა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციასთან მიმართებაში. თქვენთვის როგორ ფასდება მისი ეს განცხადება და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სტუდენტებს? რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და რა თქმა უნდა, საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგად არის საგანგაშო, რომ ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამითი ხდება ტვინის გამორიცხვა სტუდენტებისთვის, მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავს მოხვევით. წარმოგიდგენია თქვენ, რომ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით. ეს არის პოლიტიკური კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი, რომელიც კიდევ ერთხელ პირდაპირ ავრცელებს ტყუილს და დეზინფორმაციას. და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ საუბრობთ BBC-ზე, ბრიტანულ ტელევიზიაზე, ეხლა სადაც ელჩი არის თავად ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, ანტიქართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ რა თქმა უნდა უკვე გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც BBC საჯარო ტელევიზია ავრცელებს დეზინფორმაციას და რა თქმა უნდა პირიქით ეს უფრო აღვივებს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის, თუ ვინ დგას BBC-ს სიუჟეტის უკან, ეს არის თვითშემოქმედება ცალკეული ჟურნალისტის, თუ ეს არის სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ ბრიტანეთის ელჩის პირადი მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ ნარატივის გავრცელებაში სამწუხაროდ ასეთ ეჭვებს უღვივებს ჩვენ საზოგადოებას. საქართველოს უნდა იზრუნოს ნეიტრალიტეტის მოპოვებაზე, ამაზე საუბრობს ნეიტრალური საქართველო და ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკის კვალ და კვალ ახლა საქართველოს ამაზე უნდა იზრუნოს და ეგრეთ წოდებული უნდა დაასრულოს სხვა საკითხებთან მიმართებაში. ფოკუსი ახლა უნდა იყოს ამაზე. თქვენ როგორ გამოეხმაურებთ ახლა რა პერიოდში საჭირო არის მსგავსი პოლიტიკას? საქართველოს უნდა იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოებაზე და უпрост ხოლმე უნდა იზრუნოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ის მავნე ინტერესები, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ქვეყანას თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ საქართველოს წინააღმდეგ, ეს მავნე ინტერესები არ განხორციელებს. ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტები არსებობს, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებით, ასევე სხვადასხვა ალიანსებთან დაკავშირებით. რაც შეეხება
კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ახლა უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით, ეს საკითხია, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია უკვე ვაყენებთ ნატოს წინაშე. და დიდი ხანია ჩვენ ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატოს მოედანზე. და ჩვენ დიდი ხანია ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს რას ნიშნავს ეს გაგებული კარი? ჯერ კიდე ედუარდ შევარდნაძემ დასვა ეს კითხვა. რას ნიშნავს ღია კარი? თუ კი ღია კარი ნიშნავს, რომ იქ უნდა ვიდგეთ უსაშველოდ, იქ რისკი არის, რომ ღია კარში დგომისას ორ პირქარში გაცივდეს და შეეყაროს რაიმე ადამიანს ზოგადად და იგივე ეხება რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც, რომელსაც რა თქმა უნდა ასე დროს რისკები პირიქით შეიძლება გაეზარდოს. და ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთან დაკავშირებით, ხედავთ ამავე დროს პირდაპირ განცხადებებს მათ შორის, რომ მაგალითად უკრაინასთან დაკავშირებით აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? სინამდვილეში ამ ქმედებებს ვერ ხედავს და უპირველეს ყოვლისა ჩვენ ამას უყურებთ ახლა უკრაინელი ხალხის მაგალითად, რომელიც საკუთარი უფლებისთვის რომ იყოს ნატოს წევრი, ამისთვის სისხლს ღვრის. უკვე 3 წელია, 3 წელზე მეტია. სისხლს ღვრის ამისთვის და ნორმალურ პასუხსაც არ აკადრებენ უკრაინელ ხალხს, რომ უთხრან, რომ ბოლო-ბოლო ან კი უთხრან, ან არა უთხრან. რისთვის დაღვარეს ეს სისხლი, ხომ უნდა გაიგონ. უთხრან ან კი, ან არა და გუშინ დავსკვირეს გავს უკვე იმ მომენტს, როდესაც არის რაღაც ჩამოკიდებული სტაფილოსავით, რომელსაც უნდა მისდეს და ამითი მართო და საკუთარი ასე ვთქვათ რაღაც მიმართულებები მისცე, ისე რომ ვერასდროს ვერ მისწვდება იმ სატყუარას ასე ვთქვათ, რომელიც წინ აქვს ჩამოკიდებული და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გვქონდეს მკაფიო პასუხები საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს საკუთარი ნატოში საკუთარი წევრობისთვის გააკეთა ყველაფერი, როგორც ინსტიტუციურად, ასევე იმით, რომ ომში ვიყავით, ჩვენ ნატოს ომებში მივიღეთ მონაწილეობა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ემალებოდნენ ამ ომებს. ომებში მივიღეთ მონაწილეობა. ინსტიტუციურად ჩახედეთ სხვა შედარებებს, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას, 7-8 ქვეყანას, როგორც წესი, ჯობი ვართ ხოლმე ინსტიტუციური განვითარებით იქნება ეს კორუფციის სიმცირე, იქნება ეს კანონის უზენაესობა, თუ სხვა მსგავსი ინდიკატორები. და ამიტომ დიდი ხანია ბურთი არის ნატოს მოედანზე. ამიტომ გასცემ პასუხი უპირველეს ყოვლისა უკრაინელ ხალხს ბოლოს და ბოლო 3 წელიწად ნახევარი რისთვის ომობს ეს ხალხი მიიღოს ეს პასუხი და გასცენ პასუხი ყველას. რაც შეეხება ნატოს წევრობას, რაც შეეხება მანამ სანამ ეს ჩანაწერი გაჩნდებოდა საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს. 2017 წლამდე რა გამოდის 20 წლით ადრე ხომ გამოდის რომ ედუარდ შევარდნაძეს აქვს ეს ნათქვამი და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია იყო ყოველთვის, როდესაც ჩვენ პირველად დავაკაკუნეთ ნატოს კარზე, როდესაც მაშინ როგორც მაშინ ეს ედუარდ შევარდნაძემ თქვა. და როდესაც ჩვენ პირველად გვითხრეს რომ ღია კარი, მე კიდევ უფრო გაიხსნა გაფართოვდა ეს კარი, მაგრამ ვერანაირად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ თავადვე. პრობლემა დღეს არის ნატოში. ის არ იღებს გადაწყვეტილებას. მის მოედანზე არის ბურთი, სრულად. და საბაბების ძებნას ჯობია გამოიჩინონ. ჩვენი განაცხადი, კიდევ ერთხელ ეს ჩვენი განაცხადი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ არის რაიმე ახალი პოლიტიკის ნაწილი, ეს არის საქართველოს რაც დამოუკიდებელი არის, მას შემდეგ არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ბურთი დიდი ხანია არის ნატოს მოედანზე და მნიშვნელოვანია რომ გვითხრან არა რა თქმა უნდა რომ თქვან პასუხი ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება კიდევ ერთხელ ნატო კიდევ ერთხელ თქვენ ვერ მივხვდით პრობლემა სხვაგან არის პრობლემა არის ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაც იქ არის პრობლემა ბრიუსელში არის იქ არის პრობლემა რომ ერთის მხრივ უკრაინას ეუბნებოდნენ და პირდებიან ზოგიერთი ესე დღემდე რომ აი ნატოს წევრი უნდა იყოს და ამ არჩევანის გამო რომ უკრაინას თავის სუვერენული არჩევანი რომელი ალიანსის წევრი იყო ამის გამო იბრძვის მათ შორის უკრაინა სისხლის მათ შორის ამისთვის
მოკლედ ამის შემდეგ რა თქვა რუბიომ და რა თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ზუსტად იგივე ზუსტად ამასთან დაკავშირებით. ასე რომ კიდევ ერთხელ ამის გამო იბრძვის უკრაინა რომ საკუთარი სუვერენული უფლებისთვის აერჩიოს ალიანსები 4 წელი გავა უკვე ცოტა ხანში რაც სისხლვის და პასუხი არ აღირსეს ნორმალური ბოლოს და ბოლოს იღებენ თუ არა. მათ შორის ნახეთ ჩვენ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება რომ აი ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, აი იქით, აქეთ და მოკიბვა და გარშემო სიარული. არ შეიძლება როგორ შეიძლება მთელი ერი ასე ყავდეს გაურკვევლობაში. აი ჩვენ გაურკვევლობაში ვართ ეგ კი ბატონო ჩვენი პრობლემებით, მაგრამ ერი რომელიც ეხლაც სანგრებში ზის ამის გამო ამ მიზნისთვის რომ კონდეს უფლება იყოს ალიანსის წევრი ერთის ხრივ აკეზებდე ეუბნებოდე რომ კი შენ გაქვს უფლება აერჩიო ალიანსები კი შენ გახდები ნატოს წევრი და მეორეს ხრივ გადაწყვეტილებაზე რომ მიდგება საქმეზე რომ მიდგება თქვა რომ იცი რაღაც კონსენსუსი არ არის რაღაც კითხვები არის და იქ არ ვიცი რაღაც ინსტიტუცია არ მოეწონათ და ასე შემდეგ არ შეიძლება ასე მოექცე ერებს ეს არის უპასუხისმგებლობა ამ ხრივ რამდენჯერ გიპასუხებ ხო არა ამერიკას და ბრიუსელის ურთიერთობაზე განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, დაფინანსებასთან დაკავშირებით, NGO-სთან დაკავშირებით და ყველა სხვა თემასთან დაკავშირებით. როგორ ახასიათებთ ამას? აცდენილია ახლა ამერიკის შეერთებული შტატები. ფიქრობ, ჩვენ დიდი ხანია ზუსტად იგივეს ვეუბნებით ბრიუსელს. ხო, უკვე რამდენიმე წელია ზუსტად იგივეს ვეუბნებით და ვაწყდებით ყრუ კედელს და იმედია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კაფი ოპოზიცია, რომელიც იმეორებს საქართველოს პოზიციას ბრიუსელთან დაკავშირებით, იმედია ეს მაინც იქნება ბრიუსელისთვის განგაში ზარი, რომ ბრიუსელი დღეს ევროკავშირს მიაქანებს უფსკრულისკენ და ისინი უკვე უფსკულის პირას არიან ამის მისულები. რო ჩავხედოთ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიას, იქ ამოვიკითხავთ შეფასებებს, როგორც არის, რომ ცივილიზაციის გაქრობის პირას არის, რომ ეს არის ცივილიზაციური კრიზისი. ჩვენ მოვისმენთ მათ შორის, რომ თეთრ სახლში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მოიხსენებენ ესტონიზაციად. ეს ტერმინი ჩამოყალიბდა უკვე როგორც თავქარიანი აქტივიზმის ამსახველი, რაც ესტონეთის რომელიც კარგი განსახიერება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის და მათ შორის ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი არის. თავქარიანი აქტივიზმი, რომლითაც ბრიუსელმა ევროკავშირი მიიყვანა ეკონომიკურ სტაგნაციამდე, მიიყვანა ღირებულებით სტაგნაციამდე, როდესაც ევროპას აღარ გავს უკვე და ამაზე საუბრობს ზუსტად ამერიკის შეერთებული შტატები დღეს, რომ ის ღირებულებები, რაც ჩვენს წამოვიღეთ ევროპისგანო და ჩვენ ვისწავლეთ თუ ვისესხეთ ევროპისგანო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ ღირებულებებს კარგავს, სახე ეცვლება უკვე კულტურული ცვლილება ხდება მთლიანად ევროპის და ის რაც იყო ევროპა და რაც რისი თანაშემოქმედებიც მათ შორის ჩვენ ვართ, ჩვენს თვალს და ხელს შუა ქრება, ეკონომიკურად კნინდება. ის რაზეც სხვათა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაერთხელ ამბობდა და გაიმეორა ზუსტად იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ევროკავშირი, რომელსაც სოფლიო ეკონომიკის 24% ჰქონდა ეკავა, დღეს 17%-ზე არის ჩამოსული. ზუსტად იმ თავქარიანი აქტივისტური პოლიტიკის გამო, ესტონიზაციის გამო, რომელიც ევროკავშირს სჭირს, ეკონომიკური სტაგნაცია, კულტურული სტაგნაცია, იდენტობის დაკარგვა, ეს ყველაფერი ჩამოუწერა სტრატეგიის დონეზე ჩამოუწერა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ევროპას. და ახლა იმედია, ახლა მაინც განგაშის ზარად მიიგებენ ამ ყველაფერს. და მათ შორის ხაზია გასმული ამ სტრატეგიაში, რომ პატრიოტულ ძალებზე ამყარებს იმედს ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირში და ესეც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მივესალმებით იმ გამოღვიძებას, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, სადაც პატრიოტული ძალები უფრო მეტად ძალას იკრებენ. სხვადასხვა ქვეყანაში ზოგან ხელისუფლებაში არიან უკვე მოსული, ზოგან არიან ხელისუფლებაში მოსვლის ზღვარზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში პატრიოტული ძალები, ისინი რომლებიც ეროვნულ ინტერესებს, ევროპულ იდენტობას აყენებენ ყველაფერზე წინს, ეს ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და ეს არის ერთადერთი გამოსავალი და გზა ბრიუსელის პოლიტიკის გაკეთილშობილებისა და ეს არის ზუსტად გზა საქართველოს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების აღდგენის.
ალდეს წევრმა ლელომ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია არიან მათი თანამებრძოლები. შესაბამისად, არიან ალდეს თანამებრძოლები. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ეს უკვე ფაქტად მივიღოთ, იყოს გავიდა საკმარისი დრო, 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ეს ტერორისტული აქტი, 10 დღე გავიდა, რეაქცია არ არის, ჩვენ შეგვიძლია დღევიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ალდე არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება, ასე რომ ეს და ამასთან ერთად ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ალდეს ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ორი ევროკომისარი, რომელიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებულები და რომელსაც აბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, არიან იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები, რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი. ბატონ შალვა, მე მკითხა ამერიკის სახელმწიფო დინის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუს განცხადება თუ ნახეთ თქვენ. მან თქვა ესეთ რამე მკითხვა დავსვი, ვინ მიიღო ევროპიდან ყველაზე მეტი თანხა, რუსეთმა თუ უკრაინამ და აღმოჩნდა რომ რუსეთი არის მთავარი, ვინც მიიღო მეტი დაფინანსება. თქვენ როგორ გასაგებია? ამას ხსნი იმ რეალობით, რომელიც ყოველთვის არსებობდა სახელმწიფოების პოლიტიკაში საუკუნეების განმავლობაში. ეს ჩვენი პოკემონის ფორმაში გამოწყობილი რადიკალები დაარწმუნეს იმაში, რომ ალტრუიზმი არის ზოგიერთი ევროპული პოლიტიკის სახელმწიფოს თუ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა. სინამდვილეში ყველა ძალიან ცივსისხლიანად, ცივი გონებით მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური თუ სახელმწიფოს ინტერესებით და ზუსტად ამას ხედავთ. მათ შორის იგივე რიცხვები გააჟღერა ცოტა ხნის წინ შვედეთის წარმომადგენელმა თუ არ ვცდები, რომელმაც ხო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც აჩვენა პირდაპირ, რომ უკრაინისკენ მიმართული თანხებზე გაცილებით მეტი ქონდა დახარჯული, ქონდა ინვესტირებული ან ჩასხმული რუსეთის ეკონომიკაში ევროკავშირს. და ეს ხალხი, ეს ევროკავშირი ჩვენ გვიყენებდა საყვედურს, რომ ქართველი გლეხი ღვინოს რატო ყიდის რუსეთში და საქართველოს ხორბალს რატომ ყიდულობს რუსეთიდან, იმისთვის რომ კონდეს უფრო ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი, ფასით ხელმისაწვდომი ხორბალი და შესაბამისად მისი პროდუქტი და ძვირი არეყი და ბიზნესი როგორც წყვეტს და ამას საყვედურობდნენ თან ვინ ესტონელები და ლიტველები, რომლებიც მე აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში. ლიტვა, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს და ესტონეთს ვისკის რეკორდსმენი იყო ვისკის გატანით, რომელიმე ვისკის ქარხანა გაგიგონიათ ესტონური ან რომელიმე ბრენდი ვისკის ესტონური, ეს არის სინამდვილეში, რაც ხდებოდა. უბრალოდ და მთავარი ის არის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი თავიდანვე დავინახეთ. ქართველმა ხალხმა თავისი გამოცდილებით და საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე წავიკითხეთ ეს სცენარი, რომ ჩვენ გვაიძულებდნენ, რომ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, რასაც მინიმუმ მოყვებოდა საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და დათვლილია, რომ ეს გვექნებოდა ჩვენ მინუს 10-15%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა და ყველაზე მეტი ეს გამოიწვევდა ახალ სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან და თვითონ იქნებოდნენ პირდაპირ ვაჭრობაში, რომ გავიდოდა შემდეგ 3 წელი და 4 წელი ჩვენ დანგრეულ საქართველოზე იყო კი, მაგრამ ვინ გიბიძგათ, ჩვენ უბრალოდ გირჩიეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყო. აი ეს ხდებოდა სინამდვილეში მაშინ. 4 ოქტომბერს. ორივე 4 ოქტომბერს მოგითავეთ. 4 ოქტომბერს თუ აი 4 და მაგას ლევან-ხაბეშვილის მურთაზოდელოს რეპრეზენტაციის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ისინი იძახიან, რომ ეს საქმე მათ მიმართ პოლიტიკურად არის მოტივირებული. თქვენ როგორ ახსენებთ ამას და რა იქნება თქვენი პასუხი? რა ვიცი, მე ვინმე ხელი კრა ღობერომ გადაენგრიათ და ვინმე ყურში ჩასშურთშვა, რომ ეთქვა ხა გასაღები უნდა ჩავიბაროთ პრეზიდენტის რეზიდენციისო, ვინმე ჩვენი მხრიდან უთხრა, რომ ხელისუფლების დამხობა კარგი იდეა არის. ერთ-ერთი ვინც ეს უთხრა, იყო ევროკომისიის პრესპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას. აი სად მივიდა ევროკავშირი? აქ მივიდა, რომ ევროკომისიის პრესპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ხალხის შეკრებას. და რომ ჩაფდა ამ დამხობის მცდელობის პარალელურად, აი ღობეს რომ ანგრევდნენ, ვიდეოც დავდე ამასთან დაკავშირებით, სადაც წუთობრივად არის შედარებული, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეში იჭრებოდნენ, ძალადობდნენ
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე ზუსტად მაშინ პარალელურად რასა იუკნევიჩიანე, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ბრიუსელის და ევროკავშირის მაღალ ჩინოსნები დებდნენ მხარდამჭერ პოსტებს, რომ მიდით ქართველებო, გადაანგრიეთ და აბა თქვენ ხართ ახლა ხელისუფლება, თქვენი უნდა იყოს ხალხის მხარეს ვართ ჩვენ. აი ამ ეს მოხდა 4 ოქტომბერს. სინამდვილეში აქ ზუსტად ძალადობრივი დამხობა ხდებოდა, რომელიც გარედან მხარდაჭერილი და წაქეზებული იყო და როგორც კი ჩაფლავდა და ჩაიშალა ეს ყველაფერი, გაიტრუნა ყველა, ვინმეს მოგისმენიათ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის ერთი დაგმობა მაინც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი, სხვა ასეთი ძალადობრივი აქტები, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, რომელიც წაქეზებული, მოწონებული და რიგ შემთხვევაში დაფინანსებული იყო ბრიუსელის მხრიდან. ამას ხედავთ უკვე ჩვენ დიდი ხანია, ხედავთ ჩვენ ბრიუსელის დაფინანსებული იყო და ეს აღიარებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომ ისინი ისფერის დღევანდელ ხელმძღვანელს, მათ შორის რომ მათ ისინი ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაცემ აღჭურვილობას და რომ მათ დაურიგეს ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციაში, როგორც აქციის მონაწილეები, ამათ დაურიგეს. ისინი მხარს უჭერენ ტერორისტებს, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ისინი ყიდულობდნენ ასაფეთქებლებს და ფოიერვერკებს, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ მაშინ გადაეცვათ პარლამენტი და არც ერთი გამიჯვნა. კიდევ ერთხელ, არც ერთი განცხადება, ნული განცხადება ბრიუსელისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ან პარლამენტის დაწვის მცდელობა შარშან დეკემბერში დაგმეს, ან პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი დაგმეს, ან სხვა რაიმე ძალადობა დაგმეს. სამწუხაროდ, დღეს ძალადობა საქართველოში წაქეზებული და გამართლებული არის ბრიუსელის მხრიდან. არა, რა თქმა უნდა, რაც თქვით მიმართავთ უპირველეს ყოვლისა მარეგულებელ კომისიას, რაც ბრიტანეთში არის BBC-ს წინააღმდეგ და თქვით კიდევაც, რომ მის დამიხედვით შემდეგ გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს. აუცილებლად ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე ყველანაირად. ჩავყვებით როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლის მხილებაში, ისე ჩავყვებით იმაში, თუ რასთან ქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ შორის უცხო ქვეყნების სახელმწიფოების თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირ ბრალდებები ბრიუსელიდან, რომელიც ამასთან დაკავშირებით მოდიოდა ზოგიერთ ევროპარლამენტარის მხრიდან, იმისთვის, რომ ეს ყალბი ნარატივი ჰიბრიდული ოპერაციისა რაიმენარად გაეძლიერებინათ. კიდევ ერთხელ ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველაფერს გაესვა და ყველა კითხვას გაიცა პასუხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, თუ კი ვინმეს რაიმე საკითხი აინტერესებს საერთაშორისო ინსტიტუციებს, მიმართონ სუს, აჩვენებენ ყველა დოკუმენტს, გააცნობენ ყველა საკითხს. ჩვენ ვის უნდა მიმართოთ? დიახ. არა, ნახოთ, მოკლედ ჩვენ თავარი ჩვენ მოკლედ მოხდა ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული ყალბი ნარატივის გავრცელებით.
ჩვენი მიზანი არის რომ მიიღო რომ გამოგვეკვლია და გვემხილებინა ეს სიხალბე. სუსმა ჩაატარა გამოძიება და ამხილა სიხალბე. გაეცა ყველაფერს პასუხი, მათ შორის ხაზგასასმელია თუ რამხელად ასე ვთქვათ მავნებლური იდეა იყო ჩადებული, როდესაც გახსოვთ ეს მთელი სიუჟეტიდან მთლიან საზოგადოებას მხოლოდ ერთი ფრაზა ახსოვს, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოყენებული. სხვა არ ვიცი რამდენი წუთიანი ეს სიუჟეტი, მაგრამ სხვა საკითხები მე მგონი არც გასულა საზოგადოებაში არა. მაგრამ ეს ერთი არა. ეს არ მაქვს. ეს ერთი ხო, რა ვიცი. მე ჩემი აზრი მაქვს უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მედიცინის მუშაკთან დაკავშირებით, ეს ჩემი აზრი მაქვს ზოგადად, ეს გითხრათ კიდევაც. ასე რომ უყურეთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ჩვენ სუსმა ამხილა ეს დეზინფორმაცია, ახლა უნდა ვამხილოთ იმ ბუდეში, საიდანაც ეს დეზინფორმაცია წარმოიშვა და წამოვიდა, ამიტომ რა თქმა უნდა მიმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას. ამაში იგულისხმება რომ პირველი ეტაპი ეს არის რომ მიმართოთ მარეგულირებელ კომისია როგორც არის იქ იმისთვის რომ ეს დეზინფორმაცია იქნას მხილებული, თუ საჭირო იქნება კიდე სხვა სამართლებრივი საშუალებები, სასამართლო იქნება თუ სხვა, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოვიყენებთ, ჩავყვებით ბოლომდე იმისთვის რომ ვამხილოთ დეზინფორმატორი ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ასევე სუსი აგრძელებს გამოძიებას იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ეს ტყუილი და ეს ჰიბრიდული ოპერაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქართველოს წინააღმდეგ, ვინ მონაწილეობდა მასში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რამდენად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მონაწილეობდნენ ამაში, რამდენად გააზრებულად, გაუაზრებლად, რამდენად განზრახ ტყუილს ეუბნებოდნენ და რამდენად ხო, ჩახუნაში ის ყო წიგნების ყველა წიგნის საკითხო ვერ მოასწარი ვეგუც. რაზე? ისთვის? რომ ექსპერტები ჩამოიყვანოთ. რატომ ჩამოვიდეს? რა უნდა ექსპერტი? რა ექსპერტი? ბონდის მოყობის რასის შესვლაში. საერთაშორისო ანუ ჩვენთვის არა. ჩვენ ჩავყვებით სხვას, უყურეთ, ჩვენთვის დადგენილი საკითხი არის და წერტილი დაუსვამ გამოძიებამ, ყველაფერს დოკუმენტაციით, მოწმეების ჩვენებით, დაესვა წერტილი და დაიხურა თემა, რომ ეს იყო ტყუილი საქართველოს წინააღმდეგ. ახლა უნდა ჩავყვეთ საკითხს, ეს ტყუილი ვინ მოიფიქრა, რატომ მოიფიქრა, ვინ უწყობდა ხელს ამას, ვინ თანამშრომლობდა საქართველოს წინააღმდეგ მტრულ დეკემბრამდე პერიოდში, 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. წლის ჭავლის მანქანაში რომელი ქიმიური ნივთიერება იყო გამოგარეული? გასცა ამაზე ყველაფერი პასუხი. გასცა ამაზე პასუხი. იმ ხელასახელი აქვს ამ ქიმიურ ნივთიერებებს წარმოთქმაც კი მიჭერს. როცა თქვენ გითხეს რომ როცა გამოიყენეს, რა გამოიყენეს, ეგ გითხეს. თლიან რაც იქნა გამოყენებული, ამაზე იყო საუბარი, ხო სხვა რა უნდა გამოიყენოს. ყველა რაც თუ კი რაიმე საშუალება იყო გამოყენებული, იმ პერიოდში ყველაფერზე იყო ნათქვამი. სუსი გველაპარაკება 4 დეკემბერზე და კითხვა თქვენ ხო ყველაფერი იცით, ანუ კითხვები თქვენთვის არ არსებობს. 28-დან 4-მდე რა იყო გამოყენებული, რატომ არ ვიცით თქვენ? ყველა კიდე თუ კი რაიმე კიდე დეტალური საკითხი გაინტერესებთ. მე მგონი ერთი რამე კიდევ ერთხელ უნდა განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძის პირადი დამსახურებაც არის. მე მგონი ამაში, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ძალიან გახსნილი, კომუნიკაცია არ გიჭირთ, მიმართეთ კითხვით, გიპასუხებთ თუ კი რაიმე დამატებითი კითხვა გაქვთ, გამოიძია, აბა თქვენ ახლა ერთი დღის ადგილს ერთი დღის საკითხს ხوار იძიებდა, სუსი ხო იძიებდა მთლიანად ამ პროცესთან დაკავშირებით. ხო. გიპასუხეთ, რაც იმ პერიოდში გამოყენებული იყო ქიმიური საშუალებები, იმისთვის რომ მოძალადეები დაეშოშმინებინათ და განედევნათ პარლამენტის ტერიტორიიდან და რათა მათ ხელი აიღოთ პარლამენტის დაწვისგან, ყველა რა საშუალებები იყო სპეციალური საშუალებები გამოყენებული, ყველაფერთან დაკავშირებით დაწვრილებით. ეხლა 30 ნოემბერს საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე ეს პერიოდი განმავლობა. გიპასუხეთ სუსმა ყველა საკითხთან დაკავშირებით. გითხრათ რა ნივთიერებაც იყო. თქვენ რა დღეგამოშვებით სხვა ნივთიერებებს იყენებთ, თქვენ ეს გონია თუ როგორ გონია? სპეციალური საშუალებები არის, რომელიც არის.
კითხეთ, მოგლედ თუ კი რაიმე გაქვთ რაიმე კითხვა, მიმართეთ სუსი გიბასო. არა, იმიტომ უმარტივესი პასუხი გაიცა. ის ნივთიერი პირველი გაიცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმენთ BBC-სგან, ეს არის საძაგლობა, რომელ საძაგლობასაც აყვნენ ქართველი მოღალატეები, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი აი ეს არის ზუსტად გებელსისეული პროპაგანდა. იმხელა დიდი ტყუილი უნდა თქვა, რომ ადამიანი დაფიქრდეს, ხო, ასეთ ტყუილსაც ხომ არ იტყოდა. აი ესეთი გებელსისეული პროპაგანდის BBC სიუჟეტი, რომ გებელსისეული პროპაგანდით არის დაკავებული, რომ ეს თქვა საძაგლობა პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, თითქოს ქართველებს გამოგვეგონებს ეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, რომელიც არათუ არ გამოუყენებია. ხო დადასტურდა რომ არც არასდროს ნაყიდი არ ქონია თუ არა და აგერ ნაციონალ მოძრაობის დროს არის ნაყიდი ყველა ეს ნივთიერებები და ისინი მაინც არა ეს კამიტი რომ არასდროს ნაყიდი რო არ ქონია და არასდროს თქვენ BBC სიუჟეტს უყურეთ და მე მგონი სუსის ბრიფინგებს არ უყურეთ არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ისტორიაში მათ შორის შუა საუკუნეებიდან დაწყებული არასდროს არ ქონია პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი კამიტეს არასდროს ნაყიდი არ ქონია და დიდი ალბათობით არის კომერციული გამოყენებაც აქვს ასეთ ნივთიერებებს და დიდი ალბათობით ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც არ არის თუ კი რაიმე თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმე. არ არის ამის საჭიროება. უყურეთ, მარტივ, უყურეთ. თქვენ მიხართ. აი, ისინი ვით პროპაგანდი ხარ დაკავებული, თავად იყავით ამ ტყუილის გამავრცელებელი, თქვენ რა უნდა დაგეჯეროთ, თქვენი ინტერესია რომ არ დაიჯეროთ, თქვენი ინტერესია. მარტივი პასუხი, უყურეთ, ხო მარტივი პასუხი. არაფერი ხებს. უყურეთ, მარტივი რამე ითქვა, ხო? ეს არის შედეგები. ვინმეს კიდე რამე კითხვა აქვს, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუციას მოგმართოს ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ. ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა პრემიერ-მინისტრს იმ გამჭვირვალობის სტანდარტზე, რომელსაც საქართველოს თავაზობს, როგორც თავის მოქალაქის ისე სხვებს. ზუსტად ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თუ კი რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუციას ექნება ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, ვაჩვენოთ ყველა დოკუმენტი, ყველა ის ნივთიერება რაც უპირველეს ყოვლისა ეს არის ისტორიული რეფორმა, რომელიც თვისებრივად გააუმჯობესებს საქართველოს უმაღლეს განათლებას შინაარსობრივად, ინფრასტრუქტურულად და მიდგომის მხრივად. საქართველო იქნება იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელშიც მთლიანი განათლების სისტემა სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაფინანსებული და იქნება მოქალაქეებისთვის უფასო. ჩვენ თავის დროზე გახლავთ ნაციონალურ მოძრაობმა სკოლამდელი აღზრდა, საბავშვო ბაღები გახადა ფასიანი და სკოლები იყო უფასო და უნივერსიტეტები იყო ფასიანი, ასევე ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დაწყებითი პერიოდი, ანუ სკოლამდელი განათლება, საბავშვო ბაღები გახადა უფასო, სკოლებისაც უფასო იყო და დარჩება უფასო და ახლა უმაღლესი განათლებაც ხდება სრულად უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასეთი ქვეყნები მართლაც იშვიათია. მათ შორის მაგალითად გერმანიაში არის უფასო განათლება მოქალაქეებისთვის, ასე რომ საქართველო იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ მოქალაქეებს მისცეს უფასო უმაღლესი განათლება. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს დონეზე გადაწყდა ეს ყველაფერი, ვინაიდან რა თქმა უნდა ეს ეხება ფინანსურ ვალდებულებასაც, რომელიც სახელმწიფო იღებს საკუთარი მოქალაქეების და მომავალი თაობის წინაშე, როდესაც მთლიანი განათლების სისტემა სამივე საფეხური როგორც სკოლამდელი, ისე სასკოლო და ისე უმაღლესი განათლება იქნება მთლიანად უფასო ყველა მოქალაქისთვის, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ეს ერთი პრინციპული ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქართული ოცნების ხელისუფლება. მეორე ეხება განათლების ხარისხს, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის ერთადერთი კომპონენტი არის კონცენტრირება სხვადასხვა საგნებში განათლებისა
ერთ ადგილზე, ასე ვთქვათ, და არ იყოს ეს გაფანტული სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში. დღეს ჩვენ გვაქვს სამედიცინო უნივერსიტეტი, ძლიერი სამედიცინო ბაზით და ტრადიციული სამედიცინო უნივერსიტეტი, ამავე დროს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის სამედიცინო ფაკულტეტები. გვაქვს იურიდიული ფაკულტეტი, რომელიც თქვა ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო, გვაქვს შემდეგ ყველა სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასევე იურიდიული ფაკულტეტი. და მე ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ კნინდება ის პროფესიები, რომელიც სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება. ჩვენ დღეს უშვებთ იმდენ ექიმს, იმდენ იურისტს, იმდენ ეკონომისტს, რომელიც ბაზარს სინამდვილეში არ ჭირდება ამდენი, ამიტომაც მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესთან ერთად მთავრობა სწავლობს რა არის მოთხოვნა ბაზარზე სხვადასხვა პროფესიის მიხედვით, რომ ჩვენივე ხელით სახელმწიფო ბიუჯეტით და ადამიანის შეცდომაში შეყვანით აპრიორი უმუშევარი უმუშევარი, ასე ვთქვათ, უმაღლეს დამთავრებულები არ შევქმნათ. როდესაც მიიღებს ერთ განათლებას, ისე რომ ბაზარზე ამის მოთხოვნა არ არის. და პირიქით, ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ არის პროფესიები, სადაც არის როგორც დიდი მოთხოვნა ტექნიკურ საგნებში, მაგალითად, ტექნიკური მიმართულებებით, ინჟინრები და ასე შემდეგ, თუნდაც ინჟინრები, გეოლოგია, გეოდეზია, მიმართულებებია, სადაც უბრალოდ ჩვენ გვყავს ძველი თაობა პროფესიონალებების და ახალი თაობა არ იქნება, არადა მოთხოვნაც არის, ანაზღაურებაც მაღალი არის. უბრალოდ არ არის მიწოდება უნივერსიტეტების მხრიდან. ამიტომ სახელმწიფო იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნება მათ შორის უზრუნველყოფს იმას, რომ ისეთი მიწოდება იყოს, ასე ვთქვათ, უმაღლეს განათლება მიღებული ადამიანების, რომელიც ამავე დროს დიდი ალბათობით ნახავენ სამუშაო ადგილს მაღალი ანაზღაურებით. მოკლედ, კარგი, პირველი საკითხი ესე იგი, ჩვენ შევთანხმდით. გავი, ჩვენ არა, მე სხვა, მაგრამ რაზეც შევთანხმდით, ხა მაგას გადა. ჩვენ შევთანხმდით, როგორც იქნა თქვენთან ერთად ერთ საკითხი, რომელზეც შევთანხმდით, რომ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, ანუ ნაყიდი ამ ქვეყანაში ნამყოფი არ არის. ანუ ტურისტულადაც არ არის შემოსული ეს ქიმიური ნივთიერება საქართველოში, არ არსებობს. უყურეთ ნაციონალურ მოძრაობას მაინც კითხეთ, იმად დროს არის ყველაფერი ნაყიდი და იმად ხომ უნდა იცოდნენ რა ნაყიდს. მათ კითხეთ და თავარი რა არის, იცით? ახლა მეორე საკითხს დააკითხეთ, BBC ვისაბრალებს აკრძალულ ქიმიური იარაღის გაყიდვას, ებრაულ კომპანიას. ებრაულ კომპანიას, რა ვთქვათ, თქვენ მომობთ, აბა რა გინდათ ახლა? სხვა რა არის? ის რომ, იმიტომ ყველას თავის პატარა, რა თქმა უნდა. იმიტომ აქ ხო ერთი სახელმწიფო არ არის ჩართული, მარტო მყიდველი ხო არ არის გამყიდველი და როცა მყიდველს აბრალებ რაღაცას, ესე იგი გამყიდველსაც აბრალებ რაღაცას. ესე იგი ისრაელს და ებრაულ კომპანიას აბრალებ ამას. ყველაფერია გარკვეული, წერტილია დასმული. თქვენი ეს აგონიაც აი ამ კითხვებთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ აღარ არსებობს აღარანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით, თემა დახურულია. არის სრულად ასოციაციის საკითხი და მე ამაში არანაირი სიტყვა არ მეთქმის და არ ჩავივს. ეს არის სრულად პროფესიული გაერთიანების საკითხი, რა არის.